ახლა რომ გითხრათ სად მივდივარ, შეიძლება გაგეცინოთ. დილით ამერიკა ჩემმა მეგობარმა და მეუბნება, რომ ამ ბოლო ხანებშიო არ მომწონს არ ჩემი მესიჯები, არ ჩემი ხმა. აშკარად ხარ ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ და მოდი გამოდი გავისეირნოთ და ცოტა განიავდებიო. ამაზე დავიწყე მე ტრადიციისამებრ ხო არ გადაირე მეთქი სადმცალია სეირნობისთვის. სახლი დასალაგებელი მაქვს, საჭმელი უნდა გავაკეთო, მე ბავშვები მოვლენ, წრებზე უნდა წავიყვანო, საღამოს უნდა ვამეცადინო, აბა ეხლა დაწყნარდი დამშვიდიო. ამ მდგომარეობაში მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ შენ იყო კარგი დედაო. ამან ჩემს მშობლურ თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მართალია. მე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ყოველთვის უპოულობთ დროს ყველასთვის და ყველაფრისთვის გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა საჭიროება დავაკმაყოფილოთ, ბავშვებს არაფერი მოაკლდეს, მუდმივად აი ამ რუტინაში ჩაბმული ვართ, რობოტებით ვაკეთებთ საქმეს და ერთმშვენიერ დღეს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ იმდენად გადაღლილი, გადაქანცული და მართლა მანქანად ხარ ქცეული, რომ აღარაფერი აღარ გახარებს, ხარ ძალიან ცუდად და რაც მთავარია, ვერ პოულობ